მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია ლიგის კვიზი და დღეს ისევე როგორც წინა ლიგის კვიზზე თქვენ შეეცდებით ერთმანეთი მოვატყუოთ და ამასთან ერთად სწორი პასუხები დააფიქსიროთ. ჩვენ ვითამაშებთ 10 კითხვისგან შემდგარ თამაშს, კითხვა არ არის 10 მოცემულობას გეტყვი რიგრიგობით, სადაც გამოტოვებული იქნება სიტყვა ან სიტყვათა რაოდენობა, არ გეტყვით რამდენი სიტყვა გამოტოვებული, თქვენ რამდენი სიტყვიანი წარმოგიდგენიათ, იმდენი სიტყვა შეგიძლიათ თქვენ პასუხად დაწეროთ, თუ შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება თქვენი 4 პასუხი, ასევე მეხუთე ნამდვილი პასუხი, რომელიც არის არეული, რა თქმა უნდა და უნდა დააფიქსიროთ თქვენ მერე რომელი გონიათ სწორი პასუხი. თუ სწორად გამოიცნობთ შეკითხვას ამ მოცემულობაში სწორად აირჩევთ ფრაზას, მიიღებთ 3 ქულას და დამატებით თითო ქულას მიიღებთ ყველა ადამიანის მოტყუებაზე. ანუ თუ თქვენი პასუხი ეგონებათ სწორი პასუხი, დამატებით 1 ქულას მიიღებთ. გასაგებია ხომ მეგონი წესები? ყველა კითხვა იქნება მეტაკლება ჩემპიონთა ლიგის გარშემო, მეტაკლებათა ჩემპიონთა ლიგის მონაწილეების გარშემო, ეს იქნებიან ძველი მწვრთნელები, ახალი მწვრთნელები, ფეხბურთელები, გუნდები თუ ასე შემდეგ. დღევანდელი ლიგის კვიზის მონაწილეები. გიორგი ფულარიანი, გიორგი ციხისთავი, ლუკა მილორავა და ანდრო. უბრალოდ ანდრო. ხელადოვსკი. თელი ეს პერიოდი რაც ვცდილობ რომ წესები თქვა, თავს იკავს არ გაიცნობს, იმიტომ რომ მას არაერთხელ უთქვამს რომ არ იცის ანდროს სახე როგორი უნდა ქონდეს და ამიტომ ეცინება. ანდრო ხელაზე მეგობრებო. ანდრო ციქრო. აი ეს ხონდა ქონდეს რა რაღაც თემები შემოვიდა. ბეტმენის ჩემთვის, მაგრამ მე ციხეს გავხედე და დამიცი. დავიწყოთ, მოვიმარჯვოთ მობილური ტელეფონები. თქვენ წინ გამოჩნდება პირველი მოცემულობა, რომელსაც წაგიგითხავთ კიდევაც. 1998 წლის 16 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე გამოტოვებული ადგილი, არ ვიცით რამდენი სიტყვა, დებიუტი შედგა. რეალისა და ინტერის თამაშში ის 72 წუთზე შეცვლაზე შემოვიდა. სამწუხაროდ საკუთარ კლუბს ბევრი ვერაფრით დაეხმარა და მასპინძლებმა 2-0 მოიგეს. მოკლედ უნდა დაწეროთ სამწუხაროდ საკუთარ კლუბს ვერაფრით და ძალიან გთხოვთ ბრუნვაში სწორად ჩასვით, რომ ჩვენ არ გავასწოროთ და ისედაც რომ მოვატყუოთ ადამიანები, უკეთესი იქნება თუ ბრუნვაში სწორად გექნება. კაი. სახელობით შევსვათ, ხო? კითხვა რა. რა შეიძლება გინდა სწორად უნდა ჩასვით. მართალია, ხო, ეგრე ჯობია. ფეხბურთელს წერთ თქვენ? გეტყვით რომ კი ფეხბურთელი უნდა დაწეროთ, მოგეხმარებით. რადგან პირველი შეკითხვა? საოცარი დებიუტი შედგა, ესე? საინტერესოა, მაგრამ რატო არის სასაცილო? არ არის ხო სასაცილო? ლიგის კვიზი ქვია და. არ არის სასაცილო. სახალისო არ არის? სახალისო ის იყო წინაზე რომ თავის მოგონილ ვერსიას თუ გასაღები. აბა ვეჯიბრებით, რა უკეთ ხანა. სადღაც სასაცილო გახდება, ალბათ თავი. პირველი უბრალოდ გასულ პასუხს თუ დავწერ, ესე იგი არასწორია. დრატო დახოთ. დაწერეთ ბიჭო, პირველი უნდა გავერთო პირიქით, უნდა გავერთო. ოდესმე აი, ფულარამ გითხრათ რომ უნდა გავერთოთ. ოდესმე YouTube-ზე გინახავთ გადაცემა, სადაც აი ამაზე მეცტირიან, ვიდრე სეტა და შენ არის ტრაგედიის შენ. თავარი წუწუნა. მარტვილელი დამტირებული ის. აი, მსახურეთის პასუხი რაც დავწერე მაშინ. კაი, ეს თვით მეც ვიდა. თვი კაი ხო. ბიჭო, მოიცადე ცოტა ხანი. ბიჭო, შენ არ მიწუწუნები. ჩემ თავს ველაბარ. ეს ბიჭო ალბათ. ხო არ გავიდეს მე რაც ეხა შემთხვევით. კასკორგიში მე არაფერს შუა შევარ ფულარ. აბა რა ვერსიები გვაქვს? ოჰო. რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას, ანდრეა პირლოს, რონალდოს უბრალოდ, ალვარო რიკობას, როჯერ ფედერერი და ჯოკოვიჩი მოკლედ. ბიჭო, მაგ დროისთვის ვისი დებიუტი შედგება და კაი, მოიცადე. ვაა. ეგ ორი ვერსია დაემთხვა, ხო ეგრე გამოდის. მაგურიდან რომელი? არ ვიცი. მაინტერესებდა როგორ შედგა. ბიჭო, ეს ორი ვერსია რო წერია? როგორც წერია, ერთი ვერსია სწორი ფორმა და სადმე შეიძლება. შეიძლება არა. არ არის სწორი პასუხი. ნახოთ. ანუ რა ვიცი, ვიკიპედიას არ შეხედეთ просто. რა ვიკიპედია არ გახსოვთ. ვიკიპედია პასუხი და- მოიწერეთ ყველამ რომელი გონია სწორი. იგივე ჩატში. რა ვიღაცამ ხო აშკარად დასერჩა რომ რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა დაეწერა. არა? ბიჭო, არ არის ეს და სად მოასწრებ და ანუ ხო რა წონდა უნდა მაგას რა ვიცი. აი დე ლიმა. გასაგებია. ვინ დარჩა, ვისაც პასუხი არ მე, გავუწია? მოიცა მოვიწერებ. კაკასური სახელებური არის, ციგურ არის. რიკარდო იზაკსონ ლი. დოს სანტოს. მართალია, აი შეება სულით. მე კაი, ყველამ თქვით რა უპასუხეთ. შენ რა უპასუხე, ფულარ? რონალდო. რონალდო. პროსტა რომ მე პირლო.
შენ პირველ პასუხე? მე პირველ. პირველ პასუხე შენს პირველ. სწორი პასუხი არის პირველ, 3-3 ქულა და რონალდო ვინ დაწერა? მე. ციხეს დამატებით ერთხულა. შენ ნაზარიო გეცა. რომელი შენი ვერსია. როჯერ ფედერერი ვინ დაწერა? არა, ვინ მე დავამატე, იმიტომ რომ ორ კაც გეწერა და ალვარო რეკობა. ვის დავის? შენ და თქვენ ვარს. ძალიან ახლოს თარიღი რა რომელზეც დაბადების დღესთან და უბრალოდ ხო, რონალდო ის ნაზეროდელი ხო შენ. დებიუტი რონალდოსი 97 უკვე ფენომენალური სეზონი ქონდა. დებიუტი ანამდვილად არ შემდგა რა 98 წელს რონალდო 98 წელს უკვე ის იყო ეს თაბლეში ფეხბურთელი. ვაუ. კარგი. მეორე ფრაზა რომელიც ერთხელ ჟოზე მოურინიომ თქვა. რაო? ჩემთვის წნეხი არის ეს რაღაც გამოტოვებულია. ეს არ არის სახალისო. მე წნეხის უფრო მეშინია ვიდრე ფეხბურთის. განაცხადა ჟოზე მოურინიომ. ანუ მან თქვა რომ ზოგადად წნეხის უფრო მეშინია ვიდრე ფეხბურთისო და ჩემთვის ეს რაღაცო რაც თქვენ უნდა დამისახელოთ. ჩემთვის ეს არისო წნეხიო. ეხლა თარგმნი ინგლისურად. так. ბიჭო, მე მახსოვს რაღაც იზითი მაგ ფრაზაზე. სიტყვას ვერ ვიხსენ. ფრეში. შეიძლება 5 სიტყვა იყოს, შეიძლება 1, შეიძლება 3, შეიძლება 4. დაფიქრდით და თქვენ პირველ რიგში უნდა იფიქროთ იმაზე, რომ რა ვერსიას დაწერთ, რა ეგონება სხვებს. გამოცნობას უცდილოთ ახლა. ნუ 3 ქულა გამოცნობა და. კი, მას შემდეგ გამოიცანით, რაც ვერსიებს დაინახო. ეხლა რატო ცდილობ? მართალია. ეხლა იფიქრეთ კარგ ვერსიაზე, რომელიც ეგონება ხალხს. იფიქრეთ, შედით თქვენი კოლეგებისა და ამ მომენტში მოწინააღმდეგეების გონებაში. რა ეგონებათ? რა ფრაზის წაკითხვა გაუხარდებათ? რომელი მოატყუებს მათ? სავრაუდო პასუხები ეკრანზე. შუასთვის წინახი. ესენი არის ფშიერი ცოლშვილი, მედია, ინგლისური მედია, ჩემი ოჯახი, ჩიტის გრიპი. ჩიტის გრიპი. მაგარი საშიში რამე. მე-5 ვისი უგაცრავად. ხათის გრიპი რა. ერთი სწორი პასუხია და 4 თქვენი ვერსია. ინგლისური მედია, ჩემი ოჯახი. ანუ ერთი სწორი პასუხი ხო ჩვენი, ხო იცი. ისევ დაემთხვა ნახე ორი. ხო, მედია და ინგლისური მედია. თითქმის ხო, ისევ და. განსხვავება არის. მედია რო ჩენი იყოს ინგლისური მედია. არა, განსხვავება როგორ არ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც დაემთხვა თემატურად. კი. ვაუ, შემოვიდა გამოიცნო. ანუ წვილად არის ერთნაირი პასუხები და ერთადერთი რომელიც არ ემთხვა. ბიჭო, ალბათ ინგლისური მედია არის. მაგრამ ეგ არ იქნება პასუხი. ინგლისური მედია არის ალბათ სწორი, ალბათ. არ ვიცი. ადრე ფრაზა ძალიან ცნობილია რა. ბიჭო, მე მგონია პირიქით მედია მე თქვენ ანგლისზე ხმამაღლა არ ვიფიქრებდი, იმიტომ რომ ყველა თქვენი მეტოქე არის გარშემო. ხო. და ციხეს უიბნევ. კი. თან ნახე წინა ვიდეოში. რომ შეუძლია შეგაცდოს. კი. რაც გააკეთოს. მოიწერეთ პასუხები მეგობრებო. ჩიტის გრიპია და ჰე. რა. მოიწერეთ. კაი. კაი. ხო, ვინ რა პასუხი დააფიქსირეთ უბრალოდ მითხარით. ინგლისური მედია. ინგლისური მედია. ჩიტის გრიპი. ჩიტის გრიპი. და ჩიტის გრიპი არ იყოს. შეარი ზოლფილ და წეიდო სოშიალი. ანდრო? მედია. მედია უბრალოდ. უბრალოდ მედია? ერთადერთი სწორი პასუხი მეგობრებო აქვს ციხეს, რომელმაც ჩიტის გრიპი და ჩიტის გრიპი არის, კი, ჩიტის გრიპი. ეს გავს ყველა პასუხი. ჩიტის გრიპი, მისთვის ჟოზემ თქვა რომ ჩიტის გრიპი არისო ჩემთვისო უდიდესი წნეხიო. ოღონდ დამატებით მე მგონი ყველამ ფულა აიღეთ. ხო, მე ავიღე. მე არა. ჩიტის გრიპის რა პერიოდი იყო? ხო იყო ერთ პერიოდი გავრცელებული. იცი, ალბათ იყო ალბათ მაგ დროს იტყოდა. ჩიტის გრიპი. აი ისე საერთოდ კი გამოიყურებოდა ამას მეგობრებო, ჩიტის მე გრიპი. სამე უკვე გერმანულ ფეხბურთში მივდივართ. ვაუ, შენთვის საჩუქარი მაქვს. ყველა იმასაც ოჯახი. აბა, ნახოთ. კიდევ ერთი ფუათი გვაქვს მეგობრებო, ამჯერად თომას მიულერის. ნელ-ნელა ვიწყებ დაჯერებას, რომ გამოტოვებულია ადგილი, უფრო მეტი შეუძლია ვიდრე ლუდის ქილის აღება. ოთახ რაღაცა ისეთი ეხლა ხუმარა ტიპია. კი. თომასი. კი, უყვარს. ძალიან მაგარი ანეკდოტები უმორი. უყვარს. შაკირდო ტიპია. ანეკდოტები. შაღენოი ვარიანტი. ხო, აი ეგეთი შაღენოი ვარიანტი. იტყოდა რამე საუბარს. კაი, მოდი. შეუძრეთ ახლა კოლეგებს შეგოსნი გაიტყოდა. ბრუნოაც გაითვალისწინეთ ისევ როგორც ანდრომ გააკეთა. ანდრომ სწორად გაითვალისწინა და სხვემაც. მოთხრობით შეწვე. ნელ-ნელა ვიწყებ დაჯერებას, რომ გამოტოვებული ადგილი უფრო მეტი შეუძლია ვიდრე ლუდის ქილის აღება. განაცხადა ლეგენდარულმა გერმანელმა თომას მიულერმა. ჩემს მარცხენა ფეხს, მანუელ ნოიერს, ქალს, სვენ ულრაიხს, კობალტის ქარხანას.
კუბალტის ქარხანა. ესეთი მრავალფეროვანი პასუხები გვაქვს. კუბალტის ქარხანა. ესეთი მრავალფეროვანი პასუხები გვაქვს მეგობრებო. ვაა. კალზე ფუეს თქვა და. კაი ხუმარა ყოფილა. TGP-ია მოსტარართულია. სოიტ რაიხს არის პასუხი დაუჯერო? ჯო არ ვიცი ხო და პასუხები მოვიწეროთ. კი ბატონო. აბა, მეგობრებო, ვთქვათ. შენ რა თქვი? გადაწერე? ეხლა რა მოვიწერე ბოლოს? მანუელ სწორი ნოიერი. პასუხი რა გონია არის? ხო, ნოიერი. მანუელ ნოიერი. მადლობა ფულარ, ჩემს მარცხენა ფეხს. ეს მარცხენა ფეხს. ეს გავარჩიე სწორი სავარაუდო. შენს მარცხენა ფეხს და შენს მარცხენა ფეხს. მანუელ ნოიერი ორ ადამიანს ეწერა თავის მოსატყუებელ ვარიანტად, ეს იყო ციხე და ეს იყო ანდრო, ამიტომ თითო ფულარ ორივეს უბოძე. რა თქმა უნდა, ის საკუთარ მარცხენა ფეხზე ხუმრობდა. წამოვეგი. ესეც ორ დაწერეთ. კაი, ეგეთი გერმანელი არის ხუმრობდა რა. რა, მე პოლიტკორექტულია? აი, ნოიერზე და ურაიხს შეიძლება ზედმეტი მიულერი. ზედმეტი იქ. ანუ ნახე, მე ორივეზე შეიძლება თავისუფლად ეხუმრა ეგ. ნოიერზე და ურაიხს. გამოსამშრომებელი სიტყვა, იქაც ცოტა ისეთი იუმორი იყო. ამომეტყვის ფულა, შენ გაქვს 1 ქულა. კი ბატონო. ლუკას აქვს 7 ქულა, ანდროს აქვს 8 ქულა და ციხე ლიდერობს 11 ქულით. სამივე პასუხია გამოცნობილი. ამომეტყვის და გადავიდეთ მეოთხეზე. ანუ თამაშის ლეგენდა ხარ აბსოლუტურად. საინტერესო არის ინგლისურ ფეხბურთში ერგოა თუ არა ციხე, ეხა გავიგებთ. აი, გამოცდა არის მისთვის. ერთი ფეხის დაზიანაზე ვარ, მაინც აქვე არიან დევრები. დევრები. გიენები, ტურები. კი. ალექს ფერგიუსონზეა მეგობრებო შემდეგი შეკითხვა ლეგენდარულ მწვრთნელზე, რომელიც ამბობდა რომ ხანდახან სხვის მინდორს რომ გახედო, ჩათვლი რომ იქ შენსაზე უკეთესი გამოტოვებულია არიან. რა არის გამოტოვებული? სხვის მინდორსთან რა ფეხბურთელის ან გუნდს მინდორს გახედო. საფეხბურთო მინდორს გულისხმობს. უკეთესი რა თქმა უნდა. უკეთესი რაღაცა არიან. ვა, რა საინტერესოა. ჩათვლი რომ შენსაზე უკეთესი კრიჭავები. ხმალ გლავნა მეთქვა. კაი, და შეიძლება იყოს. მივხვდი. ასხს მევდე? ხო. ამ ციხე ლეგენდა მჯომ თამაშის. ბიჭო, არ არის ეგრე. ერთი არასწორი რომ დავწერო და ამას სწორი გამასწრებენ. მინიმუმ დამეწევენ. ანუ სუნთქავენ ლიდერები უკან. აი, ერთ წუთი. ანდრო, სხვა ჩეჩი ხარ თუ პასუხს ამზად? კი ბატონო, კი. ხო. არა, ვიფიქრე რომ ეხლა რა მიძე, ენდი მარი მიიწერე თუ რა მიიწერე? აზარენკ. ერთ წუთი. თუ ცონგა. გაგზელდა გიხოთ. კაილ მონფილდ. კი ბატონო. კიდევ ერთხელ სანამ პასუხები გამოჩნდება. სერ ალექს ფერგიუსონი ამბობდა, რომ ხანდახან სხვის მინდორს რომ გახედო, ჩათვლი რომ იქ შენსაზე უკეთესი გამოტოვებული არის ადგილი არიან. თუ რა და ვინ და ასე შემდეგ არიან, ეს ვერსიები გამოჩნდება ამ წუთას. იმიტომ რომ ყველანაირი ვერსია გაქვთ მეგობრებო. ეს არის ფეხბურთელები, ცხვრები, გაზონის კრეჭავები, ძროხები, მორბენლები. რა სიტყოდა სერ ალექს ფერგიუსონი? მეგობრებო, ვინა პასუხი დავაფიქსირეთ, იმიტომ რომ ყველა პასუხი გვაქვს, ფულარ. გაზონის კრეჭავები. გაზონის კრეჭავები. ჩემი ვერსია. ციხე გაიცინა, დონაცია. გამოიხედა და ამან დაწერა. ციხე. ცხვრები. ცხვრები არ არის ცუდი. შენ რა? ცხვრები არ არის ცუდი? ანდრო? ძროხები არის სწორი პასუხი. ხო, დაი, ძროხებია. ანდროხები იყო ცხვრები ცხვრები არის ანდროს ვერსია და ანდრო ამ მომენტში 5 ამ წუთას 5 ქულა არის. ჩემი აზრით. როგორი ჩემი ეგრეო? აზრით. კაი, წუწუნში სამწუხი. პირიქით უნდა ბიჭო, იყოს. რა სულ, იცი ხო? და ცხვრები ანუ ხო, მე გამოვიცანი, ოკეი. ხო და მეძოლასგან მახსოვს. მახსოვს. ვერსია მოვიფიქრე რომ სხვები დაობნე. ფულარ შენ რა გეწერა? კრეჭავები ვისი იყო? ერთი ქულა აიღო ხო, ციხე. მეძოლასგან მახსოვს რომ უემბლიზე აი ეგ ცხვრები. მორბენლები არავინ არ აიღო, ხო? ძროხები რატო შეიცვალა მანჩესტერში არ ვიცი. ანუ ცხვრები ვიცი პირველი რაც მომივიდა თავში იყო ძროხები. მეგობრებო, შემდეგი არის ფოთი. ძროხები გასანა. ფოთი ლეგენდარული
ნიგერიელი ფეხბურთელის სამსონ სიასიასი. ნიგერიელი იყო, ნიგერიელი. სამსონ სიასიამ ერთხელ ესეთი რამ თქვა. მე ლეგენდა ვარ. მე ამ ქვეყნისთვის გამოტოვებულია ადგილი. ქვას შევჭამ. როგორც ლეგენდარულ სიმღერას. ეს შემოგონილი ხო არა? არა. ნამდვილად ხო? რა თქმა უნდა, ნამდვილად თქვა. არაფერს არ გიცვლის ოღონდ. ჩემ მოგონილი იქნება თუ ნამდვილი, აი რას გიცვლის ცხოვრებაში. აი, გახსოვს წინას. არაფერს არ გიცვლის, რა იცი სამსონ სიასიას სახეზე არ გემახსოვრება, ხა მაგის ქოთი კი არა. მახსოვს. იმას ღერის. რატო გერწევია? ანდრო ვერსია მოიწერე, ვერსია. მე ლეგენდა ვარ. სამსონ სიასია, რატომ ღერის მაქსიმუმ? აი, სია ის არ უწოდე სიასია. Good for you. ბიჭო, რა სიძახის გამაგებინეთ ეს კაცი. მე ლეგენდა ვარ. მე ამ ქვეყნისთვის. ციხე შენ ზარჩ. ფასე. საშინელი ვერსია მომდის თავში და უზრდეულები. დაწერე რა ვერსიას. დავწერო? დაგიედიტებ ცოტას. Okay. ნუ ესეთი არ დაწერო, რომ სამსახური ვერ მიხვდი. ისე დაწერე. ხო, ფაქის თუ და იტყვი წეული ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა არტურ ბოგონჩეს როგორც სამასაყალაძე აი, მაგაზე გაბახსენე. ანდრო 10 წამი უნდა მოიწერო. 10 წამი ერთ წამს საერთოდ არ მიფიქრე. მე ლეგენდა ვარ ამ ქვეყნისთვის. არტურ ბოგონჩეს შევაყარე. ეს მე ხო. ეს ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დაბოლოს. ხო, ისე საბამ სწორად გააკეთა, ეგრეთ არის კინოშიც. ფაქინგს წეულით თარგმნა. შესაბამისი რაც არის რა. ჯანდაბას დაწერ თუ მას მოგწერს, ხო? გააჩნია ხომ. რა PG რამდენიან თარგმანს აკეთებ 18-იანს, 13-იანს, 12-იანს. ანუ ბავშვები თუ გიყურებენ, წეული გიწევს და რამდენი საკუთარ. ჩვენ წეული მისვს, ხო? ჩვენი ძალიან კარგი ვერსიებია, მეგობრებო, მართლა ძალიან მომწონს რა ვერსიებიც არის. ყველა? ხო, მეც. ყველა ძალიან კარგი ვერსია, ამის ხმა შემიძლია. ჩვენი. კიდევ ერთხელ, სამსონ სიამ სინეს მართლა თქვა ესეთი რამ. მას შემდეგ რაც მოეძალა ვნებანი და ტვინში სისხმა აასხა, მან თქვა, მე ლეგენდა ვარ. რა ფორმატში? მე ამ ქვეყნისთვის და გამოტოვებული არის ადგილი. სწორი კი არა და ვერსიები, რომლებიც გვაქვს მეგობრებო. ესენი არის. შიშველმა ვირბინე, მარადონაზე დიდი ვარ, ცეცხლში შევალ, ქვასაც შევჭამ, ფეხი მოვიტეხი. ქვეყნის ფეხი მოვიდე. ვიღალავთ. რა, ჯო. ყველა ვერსია მომწონს მართლა. პირველი შემთხვევა როცა კაი ყველა ვერსია, ვერსიას კაი ვერსიები აქვს ყველა. არსებობის უფლება. მაგრამ რა ჩვენ რა უპასუხოთ ახლა? რომელიც ყველაზე მეტად მოგ სამსონ სიასია რა სიტყვა და აი დაფიქრდით, გაიხსენეთ. მისი სხვა ფრაზები გაიხსენეთ, მისი ნაწარმოებები გაიხსენეთ. გვაქვს უკვე ყველა. რა უპასუხებ ფულარ? შიშველმა ვირბინე. ვინ არის ამით ბედნიერი? მე. ერთი ბედნიერი ყავს. ციხე რა უპასუხე? შიშველ მოვირდი. კარგით, ბიჭო. მეორე შენ რა ბედნიერი. უპასუხე? ანდრო რა უპასუხე? მადლობა, აი ანდრო, გინდათ შენ რა უპასუხე? შენ რა უპასუხე? ცეცხლში შევა. მადლობა. ფეხი მოვიტეხე, მეგობრებო. ფეხი მოვიტეხე. ბიჭო, ან შიშველ აგრების მოვირდი თამაშის შემდეგ ფეხი მოვიტეხა და ამ გუნდისთვის ფეხი მოვიტეხეო, ხო? ესე იგი, ვერავინ ვერ გამოიცანი, თუმცა ორი ანდროს ფულა ორი, აიღო. ლუკას ერთი. ლუკამ აიღო და ორი ერთი ფულა. ფულარას ერთი. ხო, თუ ვინ აიღო ორი? ორი ანდრომ, ერთი ლუკამ, ერთი ისეთი ანდრო. ამოვარდილი ყავ, ხუმრობა არის. კაი. ანდრო ორი და გურამ ერთი. ჯინორეს ნობელი ფრაზა. ცეცხლში შენი გოჩი ცეცხლში შევა რა. მითხარი და კიდე რა. კატერს კი არა. ეგა. საბალიო ცეცხლ. თუ როგორ რა, რუსული ახლა მაგითო შევიკავე თავი. უმნიშვნელოვანესი არის აქ სწორი პასუხი. უმნიშვნელოვანესი. მე რამე ისეთი გავაკეთოთ რა. აი, ბონუსი Facebook-ზე შევდი და რამე ხო, სტატუსი. ბონუსი სონას პოსტიდან. მე სონას პოსტიდან. სონას პოსტიდან. ხო. ხო. გავაკეთებ. ოღონდ ჯერ მეშვიდეს მოვუსმინე. ოკეი, მაშინ შო. მეშვიდეს თუ მაგას აგ ძველი პოსტი. ოკეი. კი ბატონო. ცნობილი ქართველი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ბარსელონას შესახებ საუბრისას ამბობს. აფსონაზეა. ჰანზი ფლიქს ჯადოსნურად გაუმართლა, რომ პედი გონსალესი ცივსისხლიანი გამოტოვებული არის ადგილი. ბაჭია, უკაცრავად. ანუ ტაფსონაზე კითხვას აღარ მოვიდან დამატებით, იმიტომ რომ თქვენ წინ არის ტაფსონადან. კი, ქართველი. კაი, ერთ მიზეს საზოგადო მოღვაწეა, რა კაი. იყო ტაფსონა, რა იდეალური. ვინ წეს კიდე ეთოსტებს? არავინ. ტრენიერი მე
მაინც ვეღარ მოვიგებთ ამოდი. შვენიერი ვერსია მოდის. ძალიან ბევრი კითხვა არის წინა თუ ვერ მოვიგებ მაგას, მაგრამ სამი ჩადოთ, სამი შეკითხვა. მეგობრებო, ცნობილი ქართველი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ბარსელონას შესახებ საუბრისას ამბობს. ჰანზი ფლიქს ჯადოსნურად გაუმართლა, რომ პედი გონსალესი ცივსისხლიანი პედრი გონსალესი ბოდიში რა წინაზეც პედი ვთქვა. პედრი გონსალესი გამოტოვებული არის და ჩვენი ვარიანტებია, მეგობრებო. აბა? გამოაჩინოთ. ანგელოზია, ანესთეზიოლოგია, ჯადოქარია, ჰარი პოტერია, ილუზიონისტია. ჯო, რა სიტყვა. რა არის პედრი? ვინ არის პედრი ამ პუბლიცისტისთვის? რა დაბსონა? პუბლიცისტი. რა რენდომია დაბსონა. ყველას ყო შეიძლება იყოს. ბიჭო, ყველას წარმოიდგინე. ცივსისხლიანი ბიჭო, ორ ვარიანტ შორისაა რა და რომელი ავჭია. ჯადოსნურად გაუმართლა. აი მე მგონია ჯადოსნურს და ჯადოქარს არ დაწერდა. ჯადოსნურად და ჯადოქარს ჩანსი არა. ძალიან სინონიმებია. It's not Thompson. Yeah. Definitely. And Thompson's project shared max გონებაში rent free Sure. but this time I don't know. მოიწერეთ პასუხი, მოიწერეთ. ჯადოქარია გამოვიცხეთ, ჯადოსნურად ჯადოქარს არ. გამორჩი. Okay. რა შეჭირდება? მე პირველად მომიდა გონებაში. ყველამ დაწერეთ ანდროს გარდა უკვე პასუხი. ანდრო. Okay. Sure. კაი. რა დაწერე? სწორი პასუხი? ნახე, ორ ვარიანტ შორის ვიყავი და მე რა. მაინც ავირჩიე ჰარი პოტერია. ჰარი ანუ პოტერი. პედრი პოტერის ამბავი. კი ბატონო, ვინ ისი არის ჰარი პოტერი? ციხესილში. შენ დაწერე. ლუკა. შენია მილო? კი. შენ მოგიტანე ციხე, შენ ყოლა? დაწერე. ანესთეზიოლოგი. ანესთეზიოლოგი. რატო ანესთეზიოლოგი? გონიოს. რატომ? ბიჭო, რა ვიცი, დამამშვიდებელი, აბსოლუტური. ეს ანესთეზიოლოგი. მე როგორც ყველა პოსტის საკითხულმა, ანესთეზიოლოგი. შენი არ არის ხო ანესთეზიოლოგი? არა, ანესთეზიოლოგია შენი რა უჭო. არის ლუკა? სწორი ვისკენ ანგელოზი ვინა. შენი. დავეციე დროს. ანუ ციხე მაიღო 4 ქულა. ხო? თუ არ დავეციე. ხო. 3-4 ქულა აიღე, 16-ს გახდი. ანესთეზიოლოგი რა. ანდრო მაიღო 3 ქულა და გახდა 18-ს. ცივსისხლიანი ანესთეზიოლოგი. ლუკა მაიღო 1 ქულა 9. აი, ამ დამამშვიდებელი. ძალიან ზედმეტი. ცივსისხლიანი რატოა მაშინ? ანესთეზიოლოგს სიცოცხლიანობა არ სჭირდება. ის ხანძერა და ხო, ანუ ტაფსონას ანესთეზიოლოგი. დანიშნულება, რომ იცოდეს ტაფსონამ, ანუ და სწორი რა. საერთოდ მორჩა. ანუ რა გონია, რომ მაშინ. ხო და ვისაც ხდარებ? ანესთეზიოლოგია. მართლა? მე და დაძინებს თუ ეს ის აბსურდული არის, მაგრამ ანესთეზიოლოგია. მეგობრებო, მეოთხე ანდროს სამი ლუკას ერთი რა. ჯადოქარი რა დაწერეთ? ბიჭო, ძალიან ტრივილია. ხო, მაგრამ ეს აღელვება ანდროს შვიდი აღელვება უთხრა. კაი. ის დაუბრუნდეთ ამ რეალობაში, სადაც ფულარას აქვს 2 ქულა, ლუკას აქვს 9 ქულა, ვიჩურჩულებთ. ნებაყოფლობითი? იძულებითი ნებაყოფლობა. იძულებითი ნებაყოფლობა. იძულებითი ნებაყოფლობა. იძულე რა. კაი. ძალიან დაბსონა. მაგრამ მაგაზე ისე უპასუხო იმას, კაი, ვიცი რაცა. მაგარია. ფულარა 2 ქულა, ლუკა 9 ქულა, ციხე 16, ანდრო 18. ო, გაგაცნო, გაგაცნო. ანუ ჩემზე წინ იყო, კაცო, ანდრო ბანაცოდ მოპასუხოს რო გავასწრე. შემდეგი კითხვა არის ქართული პუბლიცისტიკიდან სარბიელის 2008 წლის 15 მაისის ნომერში სტატია იყო იმაზე, თუ სად სურს კრისტიანო რონალდუს გადასვლა. ასე იყო ეს სტატია დასათაურებული. თქვენ უნდა დაწეროთ სათაური, რომელიც გესიამდება. სათაურს რა იყო რა? ბრუნვა ის რაც თქვენ რა როგორც გაგიხარდებათ ისე ჩასვით. სათაური რა იყო იმაზე, რომ კრისტიანო რონალდუს სურს სად სურს გადასვლა 2008 წლის 15 მაისს. ანუ ხო, სტატია ამაზე იყო თორე რა, სათაური შეიძლება იყოს ნებისმიერ. ხო. ზე საინგილოში. მაგალითად. არ დაწეროთ ეგ ვერსიად იცოდეთ. და როგორ თქვი? ეს საინგილოში და სად გადადის იმაში? საქართველოში? გაგიგებ სათაური აუცილებლად ეხმაურება მე ქართულ გამოცემებში აუცილებლად ეხმაურებოდა მე მაგალითისთვის საკმარისი არის. იხმიანი. თუ შეიძლება ვერსიები ციხეს გარდა არავის მოუწერია ჯერ ვერსია. აი ფიქრობ რომ დიდებული ვერსია აქ აქვე ვიტყვი. ო, დიდებული, რა უნდა კარგი ვერსიის დაწერას მაგასაც ვერ ხვდები. ორი არის 10 წამი ანდრო და ლუკა. არა, ის სურჩერ ვარ თქო. ხარის. სკოლაში არ აქტიურობდი ხოლმე დაფანზე გამოსვლაზე რა. თუ ბოლოს გაიღო ორივე. მე შენ ეზრაშვებით. ბოლო მერზე. ჩაკარგული იყო რა თქმა უნდა, ბოლო მერზე. თუმცა
ქონდა ფავორიტი საგნები, სადაც ტოპ ვიყავ. ანდრო ანუ ეს არის forced ისა რა ქვია ვერსია ჩემი, იმიტომ რომ არ მაცებ. არ მოვიდა მუზა. Yeah. კენდა. Really? მეგობრებო გაზეთ სარბიელის 2008 წლის 15 მაისის ნომერში სტატია იმაზე თუ სად სურს კრიშტიანო რონალდოს გადასვლა ასე იყო დასათაურებული ვერსიები რომლებიც გვაქვს დედიკოს ბიჭი ბავარია რავარია ანუ ბიჭს მადრიდი უნდა ახალ საფეხურზე კრიშტიანოს ფეხის წვერებზე დადგომა მოუნდა რომელია ყველაზე old school სარბიელური სათაური ბიჭს მადრიდი უნდა, ეს არის prime ზურათ ალკვაც. prime ზურათ. და არა სარბიელია რა. სარბიელში როგორც უცი ზურათს არ მუშაობია. 18 წელს. მე მგონი ცოტა ხნით იყო. მე მგონი ცოტა სურა ხნით. მუშაობდა სარბიელში უბრალოდ მარტო კალაბურზე წერდა ბიჭს მადრიდი უნდა ხო? მაგას დაწერე. ბიჭო, კი ნადა მანახე იმ დროს, აი ხან ახე ეს არის სუპერ სეზონია. რავარია ძალიან მაგარია ბიჭო, მაგრამ სუპერ სეზონია ეს რონალდოსი და მაგდოს რეალზე ეგრე იწერებოდა ეგრე აქტიურად. და ბავარია მაშინ კვინჯი არის. მაგდოს რეალზე იწერებოდა ეგრე აქტიურად. ამ დროს. გადავიდა რამდენიმე კაი, გადავიდა შემდეგ სეზონში. უილად ჯო, მეგობრებო, ერთმანეთს მაინც არ დავეხმარებით და ხო. დიკოს ბიჭი. ერთმანეთის აბლოდში ვთილობთ რომ კაი, მივიწეროთ აბა. დიკოს ბიჭი რა ბო. რატო ეს რატო შეუტევდა ესე თუ გასწავლა. ანუ ქრისტიანოს ხო რა, აქიცი და ვერ გავიგე ნახე. კრიშტიანოს სურს გადასვლა და მე ანუ სხვადასხვა ფორმაში არის ჩასმული და რანაირად. ანუ სურს გადასვლა ვის მადრიდი უნდა, რაღაც ესე ასე იყო დასათაურებული უბრალოდ სათაური უნდა სათაურები წერია პოტენციური კაი. უბრალოდ უნდა თქვა სათაური ბიჭს მადრიდი უნდა. აი სადე მოგწევ. მაი მაგდროს. ბავარია რავარია რა კაი. პრინციპში მოიცა. რომელი მოიგონა? მოიცა. თუ არა არ ერთი წლით ციხე მოიგონებ და ლუკაც მოიგონებ. და შენს მოიგო. მეც მოიგონებ. ერთი წლით დარჩა ბიჭო და. ბავარია რავარია რა ლეგენდარულია. კაი, მაგრამ ციხეს ვერსია ხო იცი, მაგრამ ციხეს შეიძლება ბიჭს მადრიდი უნდა არის. ციხესი ლუკასი არის. ასოხი ვის არ მოუწერია ახალ საფეხურს. აი მოვიწერებთ. ანდროს არ მოუწერია აშკარა. ანდროს არ მოუწერია. მიდი. ანუ ფიქრობს. ბავარია რავარია მინდა რომ მოუნიშნო, მაგრამ არ მინდა რომ ციხესი იყოს. ვინ მეწევა? კი, ლუკაც მეწევა. ლუკა ვერ მეწევა? ოკეი. ბავარია რავარია ჩერნოს. ბავარია რავარია არის შენი კი, ბავარია რავარია. ძალიან მოწონს. ბავარია რავარია არის ლუკასი ნამდვილად ვიცოდი, მაგრამ ძალიან მოწონს. ლუკა შენ რა ირჩიე მე ავიშე მეხუთე კრიშტიანოს ფეხის წვერებზე დადგომა მოუნდა. შენ იყავი? ლუკა დაუბრუნდა აუ, მაგაზე შენ რა წავედი ირჩიე? ბალეტია თქო და კიდე ერთი ფულა ანდროს და ფულა ბიჭს მადრიდი უნდა. სწორი პასუხი მეგობრებო ბიჭს მადრიდი უნდა სურათ ალკვაც სარბიელში მუშაობდა. უბრალოდ ბიჭს მადრიდი უნდა დედიკოს ბიჭი მე დავწერე, იმიტომ რომ დედამისას მადრიდში უნდა და გადასვლა. ანდრო ორი ფულა აიღე ხო შენ კი. ციხე შევე რაფერი აიღე და უკამ ერთი რამდენი მაქვს ხა? შენ გაქვს ხუთი ფულა სამი ფულა აიღე შენ ვერსია ხო არავის ახალ საფეხურზე ვერცა დაგიწერია. ხო ანუ არ იქნება. ბიჭო, აი, ანდრო, ზურათ ალაკვაძეზე რო არ დაგეწყო ეგა. ზურაზე რო არ დაგეწყო, რომ ბიჭს მადრიდი უნდა მაგის სათაური, მაგას წერდი ის. შენ რო რაღაც ეს დაიწყე, მაგას ვეფხვი, რომ ზურათ ალკვაც თუ არ დაუწერე, ეს სტატია. მე ახალი საყვარელი წერალი მყავს. და რა ეს თაურია? ბიჭს მადრიდი უნდა, ხო? უნდა ხო? ანუ უნდა იყოს. 15 მაისს აქვს ლიგა ახალი მოგებული, ან არ აქვს მოგებული, მოიგებს და პრინციპში მაგაზია, რომ აი ფიზიკური მონსტრი ხო? შემდეგი გავაი. ბავარია მაგარია ალბათ საუკეთესო ვერსია ბავარია რა იყო, ძალიან მაგარია. კაი შემდეგი ფუარა მეგობრებო დონაციების გამო. შემდეგი შეკითხვა მოდით Reddit-ზე წავიდეთ გავიხსენოთ ბოლოსი ეს? არა, კიდე დაგვრჩა ორი შეკითხვა. აი ერთს კიდე მოგიძებნით, ანუ ეხლა არის მერვე შეკითხვა. ოკეი. რენდომ Facebook პოსტი იყოს. კი ბატონო, რენდომ Facebook პოსტი იყოს ფეხბურთზე. კაი, მერვე. Reddit-ის ერთ-ერთი იუზერის თქმით, ბოლოს, როდესაც ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფინალში იყო, მას გამოტოვებული ადგილი ჰქონდა. ოკეი. რომელტას ხო 15-ში? მას რაღაც ჰქონდა. ანუ 10. 11. 11? It's already it's there. Lunchbox. Those chains. მოიწერე. Huh? It's differently. Kind.
შეხარის ბიჭი მორჩი. კი მე ლეგენდა ვარ. ჩემ ფავორიტი. კაი, ერთი პასუხი უკვე გვაქვს. იმპოსტერი რატო ის ბიჭიც ლეგენდა არის, მაგრამ თავარი შოუმენი არის მარცხენა. ეხა მეგონა ანდროს ჩატი ახავს და ბავარია რა ვარ მეგონა ამის ვერსიად მოიწერა და მე მივხვდი რომ პასუხი არის. არა, მას ბავარია რა ვარია ქონდა? აბა მოიწეროთ ფულა რამ უკვე მოიწერა, თქვენ ციფიქრეთ და რა შეიძლება იყოს. უეჭველე Reddit-ის იუზერია? კი. რატო კი გადამოწმებული. ქართველი არ არის თქვა. არა. Reddit-ზე შეხვდა ეს პოსტი. მივხვდი სკრინი ამ პოსტის. ეგეთი ვაირალ სკრინი. კი, ანუ ამართლა? აი ფოტო რა იყო არ მახსოვს. ისა, ორი წამი. აი სკრინით მახსოვს ფოტოთი რა უბრალოდ. ხო ის სიტყვა არ გეძღებათ, მადროვე? მადროვე. მადროვე. არა, არ ვცხოვრობ. მაგრამ მე არ მეზიზღებ. სხვადასხვა პაიხანი არ გავუყენებ. არ ვიყენებ. ჩაი იყენებს ხოლმე. მადროვე, კაი, ანუ კაი, მომწონს. ძალიან ქართული. რეპორტაჟი. ქართულია, ოკეი, მაგრამ. ჩაიყენებს რეპორტაჟი. ქართული, ოკეი. ლუკა. მოიწერეთ მადროვე რა, პასუხი. მადროვე ხო. პასუხი მოიწერეთ. რავი, დაწერე ენდიმარი თუ გინდა, მე ანდროვე ერთობა ბიჭო. მადრო ერთო. ანდო წუწუნებს, ხო ნიკა, ხომორთელია. სუ. აუქციონზე განსაკუთრებით. და არო დიზაიდება აუქციონი? როდის დაიდება? შემდეგი აუქციონი. კომენტარებში ნახე რა ამბავი რა. შემდეგი აუქციონი ხალხმა რო იცოდეს იქნება მისტერი ბოქსების აუქციონი. ანუ მარტო მისტერი ბოქსები. მისტერი ბოქსი ამოვა? და საინტერესოა რომას გასცემ. თან გამოსაცნობია, თან საინტერესოა, ძალიან კაია. მისტერი ბოქსი შეშობით ხო? Love it for you, მაგრამ ჩემ. მე თუ ვქენ ამ ვიდეოში, და თუ მიხალისებ პირადად. გრიფოიე? ყავს უკვე ვერსია ლუკ ჩემთან მოატრიალე პროსტა რა შევქე. ხო. მოკლედ, Reddit-ზე ერთ-ერთი იუზერის თქმით, მეგობრებო, ბოლოს როდესაც ამ იუზერმა თქვა ესეთი რამ, რომ ბოლოს როდესაც ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის ფინალში იყო, მას iPhone 6 ჰქონდა, თმები ჰქონდა, სპინერი ჰქონდა, სკოლის პირველი დღე ჰქონდა და ბაღში ზეიმი ჰქონდა. სპინერი. რა ჰქონდა? აი, უტრიალებდა. ოკეი. ეგ მაგაზე ყველაზე მაგარი ის არის, ბავშვებში გამოკითხვა იყო და ვიღაც 6 წლის ბავშვთან მიდის, თუ 7 წლის ბავშვთან მიდის, ჟურნალისტი და სპინერი რა მოხსნას და ნერვებს ამშვიდებს. და მე 6 კლასში ეგრე დააწყდა ნერვები. მოვიწერე ნიკა. აი ხო გონე ფოტო. აბსოლუტური ხარ, ბიჭო. ოგრაში გაცის პიკარები. შენა, გარე დაგველოდე რა. ალე, გარე დაგველოდე რა. ასეთი სიტყვები ჩემთვის. მეგობრებო, სამა ადამიანმა სწორად გამოიცანით. და ეს ანდრო. ერთადერთი ვინც სწორად ვერ გამოიცნო გახავთ ანდრო, რომელმაც აირჩია სკოლის პირველი დღე, რომელიც არის მისი ვერსია. ჩემ. და ციხეს 4 ქულა აჭრა. iPhone-ია სწორი? iPhone-ი არის სწორი. აი ხო და ნახე ფოტო სკრინით მახსოვს და აგვიდგინე ხა ბასხები. ვაირალ, იმიტომ არის რომ iPhone 6-ია თორე, აი ბახში ზეიმი თანები. რა მდიდრები არიან, რო? აუ iPhone 6 მქონდა. iPhone-იც გავაირალ. ანდრო და ციხე, მეგობრებო, 20 ქულით იყოფენ პირველ ადგილს ამ მომენტში. ვაუ. 4 ქულა იყო და დაგეწია. თმები არაფერი მე ეჭე. რამდენი შენ გაქვს 13 და 8 აქვს ფულს. დაგჭა ორი შეკითხვა და ბოლოს წინა შეკითხვას ვსვამთ. მიმდინარე სეზონში აინტრახტისა და გალათასარაის თამაშს გაბრაზებული თურქი კომაგი 6-ზე ასე გამოეხმაურა. გალათასარაი ნიკა, მე მიყვარს გერმანელები. დაბი როვიჩი! ჩემები არიან ესენი, გერმანია. საკმაო ვიდეო. ცოტა შემოვიდა იმედად საკენ. ვამპირების შეხედა. კი. და ვოლსბურგი. ოსო შეიძლება უარი სეკუნდი. კაი, ვაგზელებ შეკითხვას ამას არ როჩიკებს ბილეთებს ხო იც პარიზის ასეზე. უარესი. ხო, გერო ვამპირა. აუჩრივარ ლეგენდარული კადრია. ოკეი. მაურა მეგობრებო. კი. გალათასარაის დაცვა გამოტოვებულია განასახიერებდა. და. ურა. ვერინი. სხვათა შორის სანდრო მინდა გითხრა რომ ერმენდინ დემიროვიჩი ოქტომბრის მერე დაბრუნდა გოლით. დაბრუნდა და მიდარიში. არა. მე ზაბოვა. თუ იქნება ხო ისე გულწრფელი. დემიროვიჩი და 12 ი. გაწელილი ი. დემიროვიჩი.
გალათასარაის დაცვა ციხე გამიცანაბრდა ანუ ემორის რო არ არის სუიცი ვეღარ ერთობი ციხე ის როგორი ჩართული არის საუკეთესო ანუ რა შეგიძლია იმაში არის შესული ოქსფორდის ლექსიკონში და იმას ამის გავასწორებ ლექსიკონში შეგიძლია შესული საბალენკა ანისიმოვა შვიონტეკი რავი შეგიძლია დაწერო აქ პრობლემა საბალენკა შვიონტეკი რავი ჯოგოვი შედაწერ საბალენკას განასახიერებდა და წერო ძალიან სწორი საბალენკას კიდე შეგიძლია რა ვიცი საბალენკა არ მოუწერია პასუხი ფულა შენ კი ეხლა არ ჩავთვალე ის არ ჩაპიტვალა არა დუორიც როგორ დაიჯერდი თორე აი კაი ჩავსვამდი ანუ მე გართულად მუღამი არ აქვს უბრალოდ და მაგით განასახიერებდა ანუ ღია კაც განასახიერებდა აუ ციხე ძალიან აი კურად უდგება ბოლოს წინა კითხვა მივორდა აი მოიცა შენ ჩემ ადგილას იყო შეიძლება მოგინდებოდა მოგება ანუ თავიდან სხვანაირი მიზეზი შედეგობრივი გავშ აი ანდრო მოთხიქული თუ გამასწორე ბოლო კითხვაზე ვიღლაბუცო რასაც ელოდით მაყურებლები თან გაბრაზებული თურქი ხომაგი რა სიტყუდე თურქებს ტვიტერი აქვს თო არ ჩაუკრიტეს რავი რაღაც ფულა ტვიტერზე რატო წეხ ხო რამისა რა რა შიმდი შიმდი ეს საიზარი გერმანია საიზარი გერმანია გადმოვიდა ჩვენი საზღვრებს ციხეს მოფიქრებული ყავენ თავიდან ალგორითმა ეგრევე დაუწერა უგონი რა ბარდება კითხვა და ეს გადამუშავებს data-ს და აზრებს ვერსიები რა გვაქვს მოკლედ ამ კომაგის გამოხმაურების Turkish Airlines-ის სტიუარდესებს შვეიცარიულ სტიუარდესებს გაიგო სტიუარდები ყოფილა ბოდიში Turkish Airlines-ის სტიუარდებს შვეიცარიულ ყველს უგემურ შაურმას ვეგანურ დონერს ფრალი ცხენების რემას ვა სტიუარდები აქეთა ერთ ისტორია ვარიაციები ამემ რადგან რაც მომწონს რა თურქიშ არ მომწონს კაი ყველა მოიწერეთ კი ფულა რა უპასუხე თვალი ცხენების რემა ექსკულა ანდროსთან არის თუ სწორად მახსოვს ციხე რა უპასუხე ეცე ფრალს ხენების რემ ანუ მეორე კულა ანდროსთან თვალი ცხენების რემა რა არის შენ რა ერთ წამით არ უპასუხე შენ რა უპასუხე სიგიჟეა და მაგიტო რა სიგი რას ნიშნავს რატო და გავარდეს სტიუარდებს ხე ექვი ერთი ციხესთან და შენ რა უპასუხე ზოგადად ბევრი ხვრელი ყავდა ალბათ და სწორი პასუხია ლუკა შვეიცარიული ხელი ლამაზი ვერსია და მაგიტო არ დავწერე ეგეთი ვაგი ფესტი ლუკა შენ მარტო სწორი პასუხი გამოიცანი ხო ხო ვეგანურ დონე ანდროს 2 ქულა ლუკას 3 მე 1 პრესტიჟის გოლი უბრალოდ შენ პრესტიჟის გოლი დამეხმარე დონაცია გინდა მეგობრებო ბოლო კითხვა არის დამატებითი დროის ჯგუფიდან ერთ-ერთი პოსტი რომელიც შემოვხვდა ავირჩია ამ წუთას რადგან თქვი აფსონასი არა არა დაფსონასი არა არცისკო რამონეს არა მე მგონი ანონიმური იუზერის იყო თუ სწორად მახსოვს ანონიმური ოღონ არ მახსოვს როდინდელი არის ეგეც უბრალოდ ეხა არეული თარიღებით ვეძებ შეება ტროლის კასევე შეიძლება მე ვაიქცევთებ ხოლმე როლებსა შემდეგ ეს ადამიანი წერს გაგიჟდა ეს გამოტოვებული ადგილი გაგიჟდა ეს გამოტოვებული ადგილი წერტილი გუნდი მოგებისთვის იბრძვის და პალმერი გახავს მოედნიდან რა მიზეზით მეტყვის ვინმე ამოვიდა ყელში საკითხულია ეს პოსტი ციხეზე მე ვიცი ვისი არის იმიტომ რომ ძალიან ბევრი პოსტებს მაგრამ აუ სეპირად ახსოვს აი იცი ვისია ბიჭო ეგ ბიჭი პოსტავს ამდეს იცი ოღონ ანონიმურად კი ესე გები უამროს კაი ახსოვს პოსტი არც ვიცნობ ფაქტს ანონიმურ იუზერი მე მახსოვს თამაში ფაუნდი მოიწერე ნიგა ცერეს ანუ ახსოვს რა არ იყო უეჭველი რა იყო ეგ არ ახსოვს რა არ იყო ეგ უეჭველი ახსოვს არა ბიჭო მან მის ხوار ქონდა ატა შინადასტური ხო ხო ყველაზე ხშირად მე სუსტად ეგ საოცარ ხერება ბიჭო აი არ ვიცი მართლა ჩემი ძალიან საოცრება რო ეწერო სამ ტიპს უეჭველი ჩაგვიდე ეგ გამახსენდება რომ აი ეს ამ წამს არ მახსოვს კაი ამას გეტყვი ანუ გეტყვით რომ პოსტს ქონდა 0 რეაქტი არო გასაგები ხო 0 რეაქტი ქონდა რომ ანუ დასამახსოვრებლად კიდევ უფრო რთული არის ალბათ
ციხე შენი მომავალია, ხო იცი ამ პასუხზე დამოკიდებული. მეგობრებო, ხუთი ვერსია გვაქვს. ტემუს გვარდიოლა, მაკარონშიკი, მარესკა, ფეიქ პეპი, ტემუდან გამოწერილი გვარდიოლა. ნუ ის ორი დაემთხვა რა. გაუეჭველი და ციხე მიცის რომელი არის. ბიჭო, ანუ მე რაღაცას ვერ ვხვდები. კაი, ხო, რატო დატო ორი? პირველ და მეხუთე ერთ იგივეა. ხო, იგივეა რა. მაგრამ სიტყვით უნდა ჩასვა ალბათ. ჩართეთ რა ჯეიკოული, ეხლა მომიგებს იმით რა, რო ის მოდერატორი. არა, ბიჭო, მართლა არ მოს. ხო იცი ტემუ არის, არ ტემუდან გამოწერილი გვარდიოლა. ხო იცი. You know. არ მგონია, შავ პირიქით. შენ ეხლა რაღაცას იგონე. მაგრამ თუ ციხეს ვერსია არის ტემუს გვარდიოლა, ავტომატურად მისთვის გამწვავდება ტემუდან გამოწერილი გვარდიოლა. ანუ აზრი არა. აზრი არ აქვს, იცი რატო, იმიტომ რომ მე მიწერე სხვა. გაგიჟდა ეს მარკს. მაგას არა. იპოვებსია უიჭველი. გაგიჟდა ეს ფეიქები შენი ვერსია. თუ თანახე ნული რეაქტი ქონდოდა, მეთქი დასამახსოვრებელი არ იყო ალბათ და აგიჟდა. ყველა მოიწერეთ, ვერ ხვდები. მე არ მომწერე. კაი, დაწერე რა. ტემუდან გამოწერილი. პერსონალურად ამთარეს საუჩემიეს. პასუხი რა გაიცი? ტემუდან გამოწერილი გვარდიოლა. აი, გასაგებია. ტემუს გვარდიოლა. ტემუს გვარდიოლა. ეგ ერთ იგივეა. მე არის აუჩებ უბრალოდ. უბრალოდ მადლობა ლუკა, მადლობა. სამწუხაროდ ციხე მოიგო. იმიტომ რომ ციხე შენ დაწერე ტემუს გვარდიოლა, ხო? ჩემი ვერსია ტემუდან გამოწერილი. კი, ოკეი, ფილდს. ეგ აირჩია? ეგ აირჩიე? ტემუს გვარდიოლა. მაკარონში. ტემუს მოსიკე მაკარონშიკია. და იგივე არა ერთი გამშვენებელი. სხვადასხვანაირად ეწერა და მაგიტომ აღარ უთხარი ციხეს, რომ ეხა ხო არ ვეთქვა ტემუს გვარდიოლა ხო და რადგან განსხვავებული იყო ორი სიტყვა. ყველაფერი სწორად ხოვდი. გეხვეწავით მითხარით რომ ყველაფერი სწორად თქვი. შენი ვერსია არის ფეიქ პეპი. შენი ვერსია არის მარესკა, ჩემი ვერსია არის მაკარონშიკი, აი ყველაფერი სწორად. ამათ ვიცნობ აი მოხარშულებს. ანდრო არა მხოლოდ ამასაც, მაგრამ ის არ აღიარებს. ანდრო ვერ აიღო და მე ხუთი ქულავე. მე ყოველს დავატკიცებ რომ სწორი ვარ მაგამში. ანდრო უნდა ფულა რა ჩემი ვერსია იყო. საბოლოოდ მეგობრებო, ციხე მაიღო 26 ქულა, 22 ქულა ანდრომ, 16 ლუკამ და 9 ქულა რამ ამ გამოშვების გამარჯვებული გახდა დამატებით დროის მოდერი გიორგი ციხისთავი. იცი მოიგო უბრალოდ. მაგრამ არ მახსოვს, რომ სუსტად ის პასუხი ძალიან კარგად გაუკეთეს პასუხი. სუსტად ის პასუხი დაწერა. ბიჭო, ანუ ვიფიქრე და რა ჯანმრთელობა არა, კაი იყო ციხე და ძალიან ვერ პოს რეჯექტი კომენტარი მოიგო. არა, ჩემს ესას არის საფუძველი, მაგრამ უკა მართალი იყო, რომ ეს არის 2008 წლის ChatGPT-ის მონაცემის შეგროვებელი და 2035 წელს. ძალიან საშიშაო იქნება ეს ადამიანი. მეგობრებო, მათ 11-ის და მე რა ლოგიკისავ ვიცი, ბოლოს სისტემა წავმევიდა. აი მე მგონია რომ ეს ეგოს არ დატოვებდი ტემუებს. ბიჭო, და მე იმიტომ რომ ბოლოს სხვა ვერსია არა, იმიტომ შეუცვალე, რომ ხო არ მივწერდი სწორი პასუხი. მაკარონშიკი რატო არ დაწერა? მაკარონშიკს ვიტყოდი მე. მაკარონშიკი ან პირველი მიწერე მაკარონიკი მარესკა მეთქი. Good for you.